გამარჯობა. დღეს ერთ ძალიან საინტერესო მასალას ჩაუღრმავდებით. ეს არის YouTube-ზე ნაპოვნი კლასიკური სამოტივაციო გამოსვლა და ისი ბევრ ჩვენგანს ალბათ გქონია მომენტი, როცა ვგრძნობთ, რომ ერთ ადგილას გავიჭედეთ და სულ გარემოებებს ვაბრალებთ. კი, ნამდვილად. ეს გამოსვლა კი სრულიად სხვა რამეს გვთავაზობს. ამტკიცებს, რომ მთელი ძალა ჩვენშია. ზუსტად. და ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან ღრმა იდეაზე დგას. იმუშავე საკუთარ თავზე უფრო მეტი, ვიდრე სამსახურში მუშაობ. ეს ფრაზა თითქოს ბევრჯერ გვსმენია, მაგრამ თუ დავფიქრდებით. კი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ რეალურად მთელ პერსპექტივას ცვლის. ანუ, სამსახური გაძლევს საარსებო მინიმუმს. და მეც არაფერს. მეც არაფერს. საკუთარ თავზე მუშაობა კი, აი იხსნის გზას მომავლისკენ, ქონებისკენ. ზუსტად. და აქედან მოდის მეორე იდეაც, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოა, რომ წარმატება არ არის ის, რასაც მისდევ. არამედ ის, რასაც იზიდავ. კი, იზიდავ იმით, თუ როგორ ადამიანად ყალიბდები. ესეც ლამაზად ჟღერს, მაგრამ მოდი გავშიფროთ, რას ნიშნავს პრაქტიკაში წარმატების მიზიდვა, ეს რაღაც მიზიდულობის კანონია? არა, ფიქრობ, ბევრად უფრო პრაქტიკულ რამეზეა საუბარი. როცა შენს უნარებზე, ცოდნასა და, ხასიათზე მუშაობ, შენ უბრალოდ უკეთესი ხდები. ლოგიკურია. და შედეგად იწყებ ისეთი შესაძლებლობების დანახვას, რომლებიც აქამდე შენთვის უხილავი იყო. აი მაგალითად ადამიანი, რომელიც ფინანსურ განათლებას იღებს, უცებ ამჩნევს საინვესტიციო შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები ვერაფერს ხედავენ. ანუ ეს მაგია არ არის. რა თქმა უნდა არა, ეს არის გაზრდილი კომპეტენცია. შენ არ დაძდევ ფულს, შენ ხდები ადამიანი, ვისთანაც ფულს, იდეას და სხვა წარმატებულ ადამიანებს თავად უნდაც მოსვლა. დიახ, თავად სურთ მოსვლა. გასაგებია, ესე იგი ფოკუსი შედეგიდან პროცესზე გადავკვამს, გახდე უკეთესი ადამიანი. და ამისთვის წყაროს ამ კონკრეტულ ნაბიჯს გვთავაზობს. მოდი პირველით დავიწყოთ. პირველი ნაბიჯი არის გაარკვიე, როგორ მუშაობს ყველაფერი. და აქ სპიკერი ამტკიცებს, რომ პრობლემა ფულის უქონლობა კი არა, იდეების ნაკლებობაა. ეს მართლა ძლიერი განაცხადია. კი, და საკმაოდ გამბედავიც. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა იდეებზე მელაპარაკები, ქირის ფული არ მაქვს. ეს მიდგომა ხო არ უგულებელყოფს რეალურ სისტემურ ბარიერებს. გფიქრობ, ეს უფრო პასუხისგებლობის აღებისკენ მოწოდებაა. იდეა ისა, რომ იმ უძლურების განცდის ნაცვლად, რომელიც რესურსების ნაკლებობას მოჰყვება, აქცენტი ცოდნაზე გადაიტანო. ზუსტად. წყარო არ ამბობს, რომ სისტემური პრობლემები არ არსებობს. ის ამბობს, რომ ამ პრობლემების ფონზეც კი შენი საუკეთესო სტრატეგია არის ცოდნის დაგროვება. თუ სიმდიდრე გინდა, შეისწავლე სიმდიდრე, თუ ბედნიერება, შეისწავლე ბედნიერება. ნუ მიანდობა ამას შემთხვევითობას. და ამ ცოდნის მისაღებად სამ კონკრეტულ ინსტრუმენტს გვთავაზობს. პირველი არის კითხვა. ის ამბობს, რომ ფორმალური განათლება საარსებო მინიმუმს მოგცემს, თვით განათლება კი მომავალს. საკმაოდ რადიკალურია, არა? დიახ. და აქ მთავარია არაუბრალოდ კითხვა, არამედ ის თუ როგორ კითხულობ. წყარო გვირჩევს ვიყოთ სტუდენტები და არა მიმდევრები. ანუ არ გადაყლაპო ყველაფერი, რასაც კითხულობ. კი, გაანალიზე, დაეჭვდი, შეადარე სხვა იდეებს და ჩამოიყალიბე შენი საკუთარი აზრი. ერთი კარგი სწორად გააზრებული წიგნი, როგორც სპიკერი ამბობს, შეიძლება 5 წელი დაგიზოგოს. იმიტომ რომ სხვის შეცდომებზე სწავლობ. რა თქმა უნდა. მეორე ინსტრუმენტი კი მოსმენაა. და აქ არის ერთი ძალიან დასამახსოვრებელი და ცოტა პროვოკაციული რჩევა. ღარიბებმა მდიდარი ადამიანები სადილზე უნდა დაპატიჟონ. ხო, ეს ცოტა ისე ჟღერს. მერკანტილურად ხო არ ჟღერს? თუ პირდაპირ გავიგებთ შეიძლება, მაგრამ ეს ხო მეტაფორაა. ცოდნაში ინვესტირებაზეა საუბარი. დღეს ეს შეიძლება იყოს ონლაინ კურსის ყიდვა, კონფერენციაზე დასწრება, ან ექსპერტთან კონსულტაცია. გასაგებია. იდეა ისაა, რომ რამდენიმე საათის საუბარი ადამიანთან, რომელსაც უკვე აქვს შენთვის სასურველი შედეგი, შეიძლება ისეთი იდეებით დაგაჯილდოოს, რომელიც ათმაგად აანაზღაურებს შენს ინვესტიციას. ზუსტად. საინტერესოა, რომ ის იმასაც ამბობს, წარუმატებელი ადამიანებისგანაც ისწავლეთო. გაარკვიეთ, რას აკეთებენ ისინი და ნუ გაიმეორებთ. კი, ეს არ არის ადამიანების განსჯა. ეს არის ქცევის პატერნების ანალიზი. თუ ხედავ, რომ ადამიანების ჯგუფი, რომელიც სულ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, ერთსა და იმავე ჩვევებს იზიარებს. მაგალითად იმპულსურ ხარჯვას.
კი, ან ცოდნაში ინვესტირების ნაცვლად, მხოლოდ გართობაზე ფულის ხარჯვას. ეს ხომ ღირებული ინფორმაციაა? ეს არის იმის გაცნობიერება, თუ რომელი გზა არ მუშაობს. გასაგებია. ანუ ვკითხულობთ, ვუსმენთ და მესამე გზა არის დაკვირვება. აი აქ მომყავს ის სასაცილო მაგალითი, თუ ადამიანი თვეში $10,000 გამოიმუშავებს, დააკვირდი როგორ დადის. კი, მახსოვს. თავიდან რომ მოვისმინე გამეცინა, მაგრამ ამ ხუმრობის უკან უფრო სერიოზული აზრია, ხო? ზუსტად. ეს არის მოწოდება, რომ დეტალებს მიაქციო ყურადღება. სპიკერი კარგად ანსხვავებს დანახვას, როცა უბრალოდ თვალებით უყურებ. და წდომას, ანუ გაცნობიერებას. კი, როცა გონებით ხედავ. აი წარმოიდგინე ორი ადამიანი უყურებს, როგორ მუშაობს პროფესიონალი მზარეული. ერთი ხედავს, რომ ის სწრაფად ჭრის ხახვს. უბრალოდ უყურებს. მეორე კი წდება, აცნობიერებს, რატომ უჭირავს დანა ასე, როგორ იყენებს მეორე ხელს უსაფრთხოებისთვის, რატომ აკეთებს რწევის მოძრაობას. ანუ ერთი პასიური ყურებაა, მეორე აქტიური დეკონსტრუქცია. ზუსტად. წარმატება, როგორც წყარო ამბობს, ტოვებს კვალს. დაკვირვების მიზანი კი ამ კვალის გაშიფროა. ესე იგი, პირველი ეტაპი მთლიანად ინფორმაციის შეგროვებას და გააზრებას ეხება, მაგრამ ბევრი ადამიანი სწორედ აქ ჩერდება, არა? ხდებიან პროფესიონალი მოსწავლეები, რომლებიც ყველაფერს სწავლობენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. დიახ, და სწორედ ამიტომ არის მეორე ნაბიჯი ასეთი მნიშვნელოვანი. შეუდექი საქმეს, გადადი მოქმედებაზე. სპიკერი პირდაპირ ამბობს, რომ ცოდნის დაგროვება მოქმედების გარეშე სისულელეში გადადის. დაკარგული პოტენციალია. ნამდვილად. და ის გვირჩევს დავიწყოთ მცირედით. მაგალითად, თუ მიზანი დღეში 1 საათი კითხვაა, მაგრამ გეზარება დაიწყეთ 15 წუთით. კი, პატარა ნაბიჯების სტრატეგია. რატომ არის ეს ასეთი ეფექტური? იმიტომ რომ ეს თვითდისციპლინის კუნთს ავარჯიშებს. როცა პატარა დაგეგმილ ქმედებას წარმატებით ასრულებ, twinში გამოიყოფა დოფამინი, რაც პოზიტიურ განცდას გიტოვებს და გიჩენს სურვილს, რომ ეს გაიმეორო. ყოველი პატარა გამარჯვება თავდაჯერებულობას სდის. რა თქმა უნდა. და ეს პირდაპირ უკავშირდება იმ იდეას, თუ რად იქცევი. შენ არ ცდილობ ერთ დღეში გახდე დისციპლინირებული ადამიანი. შენ ყოველდღიურად აკეთებ იმას, რასაც დისციპლინირებული ადამიანი აკეთებს. სანამ ეს შენს იდენტობად არ იქცევა. ზუსტად. ანუ мотивაციას კი არ უნდა ველოდოთ, რომ მოქმედება დავიწყოთ. არა, არამედ მოქმედება უნდა დავიწყოთ, რომ мотивაცია გაგვიჩნდეს. ზუსტად ეგ არის. წყარო ამბობს, რომ ერთადერთი რეალური мотивაცია თვითმოტივაციაა. არავინ მოვა და შენს მაგივრად არ აგამუშავებს. შენ თავად უნდა იყო საკუთარი თავის ძრავა. დიახ, და ეს ძრავა სწორედ პატარა თანმიმდევრული ქმედებებით იქოქება. კარგი, ესე იგი ვისწავლეთ დავიწყეთ მოქმედება. მაგრამ არის მესამე, ბოლო ნაბიჯი და ეს ერთგვარ გაფრთხილებას გავს. ნუ ეცდები სისტემის მოტყუებას. რას გულისხმობს ეს? ეს მთელი ამ ფილოსოფიის მორალური კომპონენტია. საუბარია იმაზე, რომ არ ეძებო მარტივი გზები, არ მოჭრა კუთხეები. მოკლე გზები. კი, წყარო გვაფრთხილებს, რომ იაფი პასუხების ძიებას იაფ ფასიან ცხოვრებამდე მივყავართ. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია, არა? ირგვლივ სავსეა სწრაფად გამდიდრდი სქემები. რა თქმა უნდა, იქნება ეს საეჭვო კრიპტოვალუტა თუ სხვა ფინანსური პირამიდა. ეს რჩება ზუსტად ასეთ მენტალიტეტს ეწინააღმდეგება. დიახ. იდეა ისაა, რომ რაღაც მყარი და მდგრადი ააშენოს სწორ პრინციპებზე დაყრდნობით, მაშინაც კი თუ ამას მეტი დრო და შრომა სჭირდება. როცა ცდილობს სისტემა მოატყუო, ერთადერთი ვისაც ატყუებს საკუთარი თავია. იმიტომ რომ ვერ ივითარებ იმ უნარებს, რაც რეალური წარმატებისთვისაა საჭირო. ზუსტად. ეს არის სწორი პროცესის ერთგულებისკენ მოწოდება და არა მხოლოდ სწრაფი შედეგის. მოდი შევაჯამოთ, ანუ გზა ასეთია. პირველ რიგში გახდით ცნობის მოყვარე სტუდენტი. და გაარკვიე, როგორ მუშაობს სამყარო, კითხვით, მოსმენით, დაგვირვებით. შემდეგ ეს ცოდნა აქციე მოქმედებად. კი, დაიწყე პატარა მართვადი ნაბიჯებით, რათა გაავარჯიშო დისციპლინის კუნთი. და თავად გახდეს საკუთარი мотивაციის წყარო. დიახ. და ბოლოს გააკეთე ეს ყველაფერი პატიოსნად და სწორი პრინციპებით, მარტივი გზების ძიების გარეშე. და იცი, წყარო მთავრდება ძალიან პირდაპირი და ძლიერი გამოწვევით. ის ამბობს, რომ შენი მომდევნო 5 წელი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც გასული 5. თუ კი რაიმეს არ შეცვლი ხვალვე. კი, ხვალვე. ეს არ არის მოწოდება, რომ ხვალ მილიონერი გახდე. ეს არის მოწოდება, რომ ხვალ დაიწყო ერთი პატარა რამის სხვანაირად კეთება. სრული პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მომავალზე. ზუსტად. და
ეს გვიტოვებს ერთ ბოლო ძალიან საინტერესო კითხვას დასაფიქრებლად. მთელი ეს გამოსვლა დიდ აქცენტს აკეთებს სხვებისგან სწავლა, ასე წიგნებიდან, ექსპერტებისგან. კი, გარეც წყაროებიდან. მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე იქნებ დავფიქრდეთ. რა არის ის ერთი უნიკალური რამ, რაც შენ უკვე იცი საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, წარმატებიდან თუ შეცდომიდან, არ აქვს მნიშვნელობა. და რისი სისტემატურად გამოყენებაც რომ დაიწყო ხვალიდან, ყველაფერს შეცვლიდა შენთვის.